ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ევროპის მძიმე რეაქცია ისევ შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელებს ორმაგი სტანდარტის გამო აკრიტიკებენ. შევახსენებთ, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ევროპის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. Აბსოლუტურად ჩამოეხსნა ნიღაბი იმ მანკიერ და მავნე პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა განსაკუთრებით და გამორჩეულად ბოლო რამდენიმე წელიწადია. ჩვენ ამის შესახებ საუბრობთ უკვე დიდი ხანია. ვამხილეთ ჩვენ არაერთ გზის ევროპული მახინჯი პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ NGO სექტორის გამოყენებით პრაქტიკულად თითოეულ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება. სწორედ ეს ყველაფერი იქნა შეერთებული შტატების მხრიდანაც მხილებული. საინტერესოა ამაზე რა პასუხი აქვს საერთოდ ევროკავშირში, ევროჩინოსნებს. ისინი თითქოს იმართლებენ თავს, მაგრამ იმ რეალობისგან, სიმართლისგან, რაც ოკეანის გაღმიდან იყო პრაქტიკულად მათთვის დანახული, მათ არანაირი პასუხი არ გააჩნია. ბედის ირონიაო, რომ იტყვიან ის, რასაც ჩვენ ვიკეთებდნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე მათთვის მათ საქმეებში ჩარევა არის მიუღებელი. მაგრამ ჩვენ საქმეებში რო ერეოდენ უხეშად, ანტიდემოკრატიულად, ანტიევროპულად, მაშინ ამაზე ჩვენ რო საყვედურს ვამბობდით და კრიტიკას გამოთქვამდით, ყრუკედელი იყო და პირიქით აქეთ მუქარა მოდიოდა. ამიტომ დღეს ხდება ერთგვარად ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ხდება, ერთგვარად გამოფხიზლების პერიოდი არის და თუ ეს ამას შეუწყობს ხელს ევროპის დაბრუნებას იმ ევროპულ გზაზე, რაც ჩვენთვის ძვირფასი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს მივეწამებით და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას. ჩვენ ევროპის წინააღმდეგ კი არ ვლაპარაკობდით, ამ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ მანკიერებების წინააღმდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში ევროპული სახელით ხორციელდებოდა კონკრეტულად ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანაზე.